მხატვრობა, ფოტოგრაფია, ქანდაკებები, ინსტალაციები, თეატრალური წარმოდგენები. ეს ყველაფერი ხლებნიკოვის შემოქმედების ინსპირაციით სწორედ რუსული ფუტურიზმის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის, ავანგარდისტის ველიმირ ხლებნიკოვის შემოქმედება გახდება იმ ხელოვანების შთაგონების წყარო, რომლებიც საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაცია დაშ-არტის ინიციატივით შეიკრიბნენ. ხლებნიკოვის შემდეგ ასე დაარქვეს პროექტს, რომელმაც სტარტი ბათუმიდან აიღო და 2016 წელს ლონდონში დასრულდება. სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე ხელოვანს ბათუმელი მხატვარი ირინა ტორონჯაძე შეუერთდება. პროექტის კონცეფციის დამუშავებაზე ისინი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 3 დღის განმავლობაში იმუშავებენ. Organization in London called Dash Arts. დაშ-არტი, რომელიც სხვადასხვა სფეროს ხელოვანებს აერთიანებს, უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს. გვინდა და ეს პროექტი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხელოვანების მონაწილეობით გაგვეკეთებინა, რადგან ხლებნიკოვის შემოქმედებას ეხება. შარშან შევხვდი ანა რაბოშენკოს და დავგეგმეთ, რომ პროექტი ბათუმიდან დაგვეწყო. ჯერ მზადების ეტაპზე ვართ, საბოლოოდ უნდა შეიქმნას ერთობლივი ნამუშევრები, რომლებიც მთლიანად ხლებნიკოვის შემოქმედების ინსპირაცია იქნება. ამ პოეტის შემოქმედება ჩემი აზრით არის ძალიან ვიზუალური და ამიტომ მხატვრისთვის, ჩემთვის როგორც მხატვრისთვის ძალიან საინტერესოა. არა ვარ შეზღუდული არანაირად გამოხატვის ხერხებში, შეიძლება იყოს პერფორმანსი, შეიძლება შეიქმნას ქანდაკება, შეიძლება ერთობლივად შეიქმნას რაღაც. რეალურად ეს არის პლატფორმა და თემა იმისათვის, რომ განვითარდეს ის იდეები, რომლის ფუძემდებელიც იყო თვითონ ხლებნიკოვი, როგორ შეიძლება ამ იდეების გადმოტანა დღევანდელ სამყაროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი მასშტაბის პროექტი დაიწყოს აუცილებლად ბათუმიდან და ესეთი სივრციდან, იმიტომ რომ თუკი ჩვენ საუბრობთ გლობალურ თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე, ბათუმის სივრცემ უნდა წარმოაჩინოს თავისთავი რაღაცა სერიოზული პერსპექტივით და სერიოზული განაცხადით.